ეხლა ვერცხლის მაყვარეების მონათესავე ვნება განვიხილოთ, რომელსაც ასევე წმინდა მამები კერპად მიიჩნევენ ადამიანისთვის, რომელიც მუდმივად ფიქრობს ამ ვნებაზე, რასაც ქვია ანგარება. ეს ისეთი ვნება, როდესაც კაცი შინაგანად ამბობს, რომ მინდა ყველაფერი მე მეკუთვნოდეს და წმინდა ღვთაევთავარი თეოფანი დაყუდებული ბრძანებს, რომ ანგარებიანი ადამიანი სიტყვას არ იტყვის, ნაბიჯს არ გადადგამს და მოძრაობას არ გააკეთებს, ისე რომ იქიდან რაიმე სარგებელი არ ნახოსო. ესე აქვს ყველაფერი გათვლილი, ყველაფერი მოწესრიგებული, ყველაფერს ისეთი მიმართულება აქვს მიცემული, რომ დროსაც, ადგილსაც, საგნებსაც და პიროვნებასაც ყველაფერს, რასაც კი მისი ხელი ან აზრი მიეკარება, თავისი წილი შეაქვს მის საგანძურში, პირადი სარგებელი, ინტერესი, რასაც ქვია და ეს არის ძირითადი სამბარა, რო იტყვიან, რომელსაც მუდამ და ყველგან სწრაფ მოძრაობაში მოყავს მთელი მისი არსება, მისი ამოძრავებისთანავე იგი მზად არის, რომ ყველაფერი თავის მიზანთა მისაღწევად საშუალებად აქციოს და ეს უმაღლესი ხარისხის ღირსებასა და პატივს მოიძიებს, თუ კი ეს სარგებლიანი იქნება, აირჩევს ყველაზე რთულ თანამდებობასაც კი, თუ კი იგი სხვებთან შედარებით უფრო მოსავლიანია იქნება და შეეჭიდება ამ ყველაფერს, ყველანაირ შრომას, არც შეჭამს, არც დალევსო, ოღონდ კი სარგებელი ჰქონდეს ამ სიმდიდრისგანო. იგი ან ანგარებიანია, ან მომხვეჭელი, ან ძუნწი და მხოლოდ პატივმოყვარეობის ძლიერი გავლენით შეიძლება უყვარდეს ჩინებულობა, ფუფუნება, თავისი საკუთრება, მისთვის თავის თავზე ადამიანებზე და თვით ღმერთზე მოძღვრებაზეც ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე ძვირფასია, ესე იგი სიმდიდრის მოხვეჭა, ანგარება. ამიტომ ვამბობთ, რომ ანგარება არის ასევე კერპთაყვანისმცემლობა, ისიც როგორც ვერცხლის მოყვარეობა აღმერთებს თავის საკუთრებას და არა ღმერთს, რაც არის პირდაპირი ნიშანი ამისი. წმინდა ალექსი ბერი შუშანია შენიშნავს, რომ ფულის სიყვარულში არის კერპთაყვანისმცემლობა. საყვარელო ძმანო ბრძანებს წმინდა მამა, რომ ფული არს ვითარცა ანდამატი მიმკვლელი სიხარბისა და მიმზიდველი მისდამი თაყვანისცემისა, ვითარცა კერპი სიტყვისავე პავლე მოციქულისა და ეს იარ ძირი ყოველთა ბოროტებათაო. წმინდა მამა ასევე ბრძანებს, რომ და გვირჩევს, რომ ჩვენი საქმე დაფუძნებული იყოს სახარებისეულ სწავლებაზე, რომელიც არსად ბრძანებს, რომ შეკრებასა და სიმდიდრეზე, არამედ ყველგან საუბრობს გაცემასა და მოწყალებაზე და ესეთ სახარებისეული სიტყვებია, ნუ ვინ ცდებით მიზეზითა, რომლისამე საჭიროდ საგონებელისათა, შეკრებად და შეყვარებად ანგარებათა. აწ მიჩვენო ძმაო, თუ სადა წერილარს, ანუ როდის განგიწესა შენ იესომ შეკრებაი სიმართლეთ და სასუფეველისა გზად, არამედ და რაისა იტყვის უფალი, განებნიეთ და მიეცითო. და კვალად იტყვის, რომ უმჯობეს არს მიცემა ვიდრე მიღება და მოწაფეთა ეტყვის, ნუ მოიგებთ ოქროსა და ნურცა ვერცხლსა და შენ, რომელიც ეგე შეკრებ და გიყვარს ანგარება, მიჩვენეთო ვითარ არს ესე სათნო ღვთისა. ნუ ცდებით ძმანო, ნუ ცდებით, ეგ ყოველივე გონების შენით ნაკლუანებაი და ხორციელის დიდებაი არს, პატივის საფარველია, რომლის გამო საფარველი ღვთისა მცირედ რამეა შენთანაო. ესე იგი, ეს არის უდიდესი შეცდომა და ღვთის ფარველობა უკვე ძალიან მცირედია შენზე დაო, როდესაც შენ სასვავებ არა ღმერთს, არამედ ადამიანებს და ადამიანებისგან მომდინარე სიმდიდრეს და უკვე თუ ესე ესრედ არა იყოს, არცა ზრუნვიდე შენ თავისა შენისა შეკრებათა ნუგეშსა ვერცხლის მოყვარებისას, არამედ რაიცა იგი სათნო იყოს სახიერმა ღმერთმან მიცემად შენ და საჭირო ცხოვრებისათვის მისცა
დაჯერებული იყავ გული შენიო. ისევე როგორც ყველა წმინდა მამა, ესე ალექსი შუშანიაც გვირჩევს ჩვენ რომ ის რასაც გვაძლევს ღმერთი, იმით დავჯერდეთ და მადლობა შევწიროთ მას. ანუ ვინც ანგარია ის თავის ფარველად ამ ქვეყნიურ დიდებასა და პატივს ირჩევს და არა ღვთის შეწევნას. ჩანს წმინდანის სიტყვებიდან და სხვა წერილში წმინდა მამა ადარებს კიდეც ერთმანეთთან აი ამ გარებასა და საპირისპირო სათნოებას, უპოვარებას და ბრძანებს რომ ჰოი რაბამი განყოფილება იარს შორის ანგართა და უპოვართავ. იგი განაბნევს და ეგე შეკრებს. მისგან გაბნეულსო, იგი ძულობს და ეგე იყვარებს. მას ზღვევად შეერაცხებიეს და ამას ცხოვრებათო. იგი მწუხარი არს მიღებისათვის და ესე მხიარული. მას არცა თავისი ქონება უნდა თავისთვის, ხოლო ეგე სხვისასაც იტაცებს და ცდილობს მოხვეჭადო. მას სიგლახაკი და იწროება შეურაცხიეს ნეტარებად, ხოლო ამას განცხრომა და პატივი და ცხოვრებად უპოვარი არა იბძვის ნივთისათვის, უკვე თუ ყოველივე ცხოვრება იმოუღო მას, ხოლო ანგარი ერთისა ნემსისათვისა იბძვის. უპოვარი სიგლახაკითა მისითა იუნჯებს ცათაშინა დიდსა დიდებასა, ხოლო ანგარი შეკრებითა მისითა განვარდნილი არს სასუფეველისაგან. ლოცვა უპოვარისა არს სიტყვა, სიყვარული მეუფისა, ხოლო ლოცვა ანგარისა არს სიყვარული ვერცხლისა. გული უპოვარისა მდიდარად ღვთისათანა ყოფითა, ხოლო გული ანგარისა ხარი ბარს გაუმაწყრობითა. სული უპოვარებისა ცად ფრინავს სიმსუბუქითა, ხოლო სული ანგარისა დაგესლებულ არს მძიმე სენითა. აი ესეთი საშინელი განაჩენია ანგარისათვის, ხოლო უპოვარს წმინდა მამა ნეტარს უწოდებს. როგორც ხედავთ, აქაც კერპთაყვანისცემის ნიშნებზე მიუთისებს წმინდა მამა, როდესაც ანგარის ლოცვას ვერცხლის სიყვარულთან აიგივებს და წმინდა მამებთან ანგარების ვნებაზე კიდევ მრავალ შეგონებას პოულობთ. მაგალითად ამბროსი მედიოლანელი წერს, რომ ყველა ცოდვა ძველდება ადამიანთან ერთად, ხოლო ანგარება ახალგაზრდდება ყოველდღიურათო. ეს ნიშნავს ძმავნებო, რომ ანგარი ვერასდროს კმაყოფილდება შეძენილი, სულ უფრო და უფრო მეტი მოხვეჭას სურს, ამიტომ ის როგორც წმინდანი ბრძანებს ახალგაზრდავდებაო. ანუ უფრო მეტ ენერგიებს, ესე იგი აი ამ ბოროტის სულისაგან იღებს. ნეტარი ავგუსტინე კიდევ ერთ ნაკლზე ამახვილებს ყურადღებას, ეს არის ანგარებიანი არინდობსო არც მამას, არც დედას, არც ძმებს, არც სხვებს, აი რამდენად უბნელდება გონება თავისი ვერცხლის მოყვარეობითო. ადამიანის სამწუხარო ახსასრულზე საუბრობენ მამები სწორედ აი ამ ანგარებიანი ლოცვის და ანგარებიანი ვნებისა გამო, ვაი ანგარების მოყვარეებს სიმდიდრე მისგან გაორბის, მას კი ელის ცეცხლი დაუშრეტელიო. და მართლაც ეს ასია, თუ რეალურად შევხედავთ ადრე თუ გვიან, ყველა ჩვენთაგანი მიწას მივეცემით ამ სიმდიდრე, რომელსაც ადამიანი აგროვებს თავისი მონდომებით კაცმარიცის ვისდარჩება და ჩვენ კიდე გველოდება ღვთისამსჯავრო და იქ საშინელი განგითხვა ჩვენი ცოდვებისა გამო. ამრიგად შეუძლებელია ერთდროულად გვიყვარდეს ძმავნებო ვერცხლიცა და სულიც, ღმერთიცა და მამონაც, იმიტომ რომ ანგარებიანი ადამიანი არასდროს ამბობს საკმარისია ჩემთვისო და მამონას მონობაში რჩება, ხოლო ღვთისმოყვარე უპოვარი ადამიანი ყოველთვის ფიქრობს სახარებისეულად, უმჯობესს არს მიცემა ვიდრე მიღება. ანუ შოთა რუსთაველის თქმის არ იყოს, რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო. ღმერთმა დაგლოცოს და წყალობა და კურთხევა არ მოგვაკლოს და ამ ვნებისაგან განგვათავისუფლოს ყველა ჩვენთაგანი. ამინ.